თავარი საგამოძიებო უწყებიდან სახელმწიფო აუდიტში გიორგი გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. საკადრო გადაადგილება მმართველ გუნდში კორუფციის რისკების მინიმუმამდე შემცირებით და ყოფილი გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით ახსნეს. ცოტნე ყავლაშვილმა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის პოსტს 2022 წლიდან იკავებდა, თანამდებობის დატოვების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარის გუშინ მიმართა. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზები არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვის ნიშნებს უჩენს ისიც, რომ გიორგი გაბიტაშვილს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული. ვიდრე ახალი გენერალური პროკურორის შერჩევა და დამტკიცება მოხდება მის მოვალეობას, პროკურორის ახლად დანიშნული მოადგილე გიორგი გვარაკიძე შეასრულებს. გიორგი გაბიტაშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჩაიბარებს. გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად დანიშვნის მიზეზად კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა სახელდება. გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმად კი მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამბიციური გეგმა აქვთ საქართველოს კორუფციის შემცირების მიმართულებით მსოფლიოში 3 საუკეთესო ქვეყანას შორის იყოს. საქართველოს დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას. გიორგი გაბიტაშვილი პროფილის შეცვლას და აუდიტის სამსახურში გადასვლას გამოწვევად იღებს. მომავალი აუდიტორი საქმიანობის მთავარ ამოცანად სისტემის გაძლიერებას ასახელებს. ეს გამოწვევა და შესაძლებლობა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში. აუდიტის სამსახურის სიძლიერე თავისუფლად განაპირობებს სახელმწიფო მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ გიორგი გაბიტაშვილი თანამდებობიდან გაუშვა და ამის მიზეზი პერსონალური გავლენების გაძლიერება. ტალღა ცვლილებების ნამდვილად არაფერს არ ცვლის სახელმწიფოს კეთილდღეობის თვალსაზრისით და მხოლოდ პერსონალური გავლენების გაზრდას ემსახურება. ჩაანაცვლეს გაბიტაშვილი, გააგდეს პრაქტიკულად მნიშვნელოვანი თანამდებობიდან და შემდეგ ეხლა როგორც ჩანს შემოიყვანენ იმ ადამიანს, რომელიც კვლავ სანქციების რაღაც მიზანი იქნება, ხო? გაბიტაშვილი იყო დასანქცირებული. ოპოზიციის კრიტიკას არ იღებს მმართველი გუნდი, რომელიც ოპონენტებს სპეკულაციებში ადანაშაულებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი გაბიტაშვილი აუდიტის სამსახურშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პროკურატურაში იყო. ვიტყოდი, რომ გაბიტაშვილის კადრი არ მიმოშორებულია, მე ვფიქრობ, საკმაოდ მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობა, რაც შეეხება სანქციებს. იმდენი ადამიანია დასანქცირებული, აბსოლუტურად უსამართლოდ, მაშინ ყველა რო წავიდეს, მაშინ მოვიყვანოთ გეგელია და ჩავამოროთ სახელმწიფო ესე ასეთ შეფასება, რასაკვირველია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ ბატონ გაბიტაშვილზე, ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამოცდილება საპროკურორო ზედამხედველობის კუთხით, ანუ პროკურატურაში მუშაობის და ასე შემდგომ და ბუნებრივია, რომ ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც არის სახელმწიფო აუდიტი, აქაც რა თქმა უნდა, მისი ეს პროფესიონალიზმი ძალიან გამოსადეგი იქნება. გიორგი გაბიტაშვილის აუდიტის სამსახურში წასვლით გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება. ვინ ჩაიბარებს საგამოძიებო უწყებას, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც საპროკურორო საბჭო კანდიდატს კონკურსის საფუძველზე ერთი თვის ვადაში შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა მას ექნება, ვინც უწყებას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. რა ფუნქციებიც პროკურატურას და გენერალურ პროკურორს აკისრია დღეს კონსტიტუციის სურათ სწორედ ამ ჭრილში ბუნებრივია საპროკურორო საბჭოს დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით ივლის და შესაბამისად ხარდაჭერაც ექნება იმ კანდიდატურას, ვინც გაართმევს მაქსიმალურად კარგად, ზუსტად და მაღალი პროფესიონალიზმით თავის ფუნქციებს თავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ცოტნე ყავლაშვილმა დატოვა, რომელიც საქმიანობას ისევ ფინანსთა სამინისტროში გააგრძელებს.